ორივე ასაკობრივ ჯგუფში დაძმა იაშვილებმა პირველი ადგილი აიღეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ. საქართველოს საავტომობილო ფედერაცია განაგრძობს ჩემპიონატების ჩატარებას. ასპარეზობაში მუდამ მრავალი ავტომობილელი მონაწილეობს, თუმცა გამარჯვებულებსა და პრიზიორებს შორის ყოველთვის იაშვილების გვარი ფიგურირებს. სულ ცოტა ხნის წინ მცხეთაში ჯვრის მონასტერზე რალიში საქართველოს პირველობის მორიგი ეტაპი გაიმართა. ასპარეზობის მონაწილეები აღმართის ჩქაროსნულ დაძლევაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და გამარჯვება დათო და ზაზა იაშვილების ეკიპაჟმა მოიპოვა. დიდი დამსახურება ჩემი ძმის რო ესე უშასკომოდ და ამასაც გავიარე და დროზეც აღენიშნა ეს პირველი დრო ჰქონდა. ესე საკმაოდ ძლიერი ტრასა იყო და საკმაოდ სრული ტრასა იყო. თან კონკურენტი მყავდა ესეთი, რომელიც აი შესწომას არ მოპატიებდა. რუსთავის ავტოდრომზე კარტინგის კლასში რიგით მეორე საქართველოს პირველობა გაიმართა. პატარა მრბოლელებმა 18 წრე გაიარეს. ასპარეზობაში რამდენიმე ბიჭი და ერთი გოგო მონაწილეობდა. ანა იაშვილმა ბიჭებს ტოლი არ დაუდო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. ეს მისთვის მეხუთე გამარჯვებაა. ისე ვართ, რომ ყველას ერთმანეთის გამარჯვება უხარია, ვინც არ უნდა იყოს. ყველანი ახლობლები ვართ და ასე შემდეგ და გვიხარია ყველას, ვინც მოიგებს, იგივეა ჩვენი მოგება. ყველას მოგება ერთია. პატარებში მეორე და მესამე ადგილები გიორგი გამყრელიძემ და მურმან იაშვილმა გაინაწილეს. დიდებში კი პირველი ადგილის მფლობელი ანას ძმა ლევან იაშვილი გახდა. ვისაც მოვიგე, ისეთ იაშვილი არის. ბევრი ვარ იაშვილები ამ სპორტში. მეორე ადგილზე სანდრო იაშვილი გავიდა, მესამეზე კი გიორგი ობგაიძე. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებით, სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. საფრანგეთში მიმდინარე ღია საჩოგბურთო პირველობაზე მამაკაცთა ტურნირში ფინალისტები გამოვლიდნენ. შეჯიბრის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ჰოლანდიანი მარტინ ფერკერკი და ესპანელი ხუან კარლოს ფერერო შეხვდებიან. პარიზში მიმდინარე როლან გაროსის ღია საჩოგბურთო ტურნირი დასასრულს უახლოვდება. გუშინ მამაკაცთა შორის ორივე საქართველოს პირველობა გაიმართა. დაძმა იაშვილებმა ორ ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი აიღეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლნენ. რუსთავის ავტოდრომზე კარტინგის კლასში რიგით მეორე საქართველოს პირველობა გაიმართა. პატარა მრბოლელებმა 18 წრე გაიარეს. ასპარეზობაში რამდენიმე ბიჭი და ერთი გოგო მონაწილეობდა. ანა იაშვილმა ბიჭებს ტოლი არ დაუდო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. ეს მისთვის მეხუთე გამარჯვებაა. ისე ვართ, რომ ყველას ერთმანეთის გამარჯვება უხარია, ვინც არ უნდა იყოს. ყველანი ახლობლები ვართ და ასე შემდეგ და გვიხარია ყველას, ვინც მოიგებს, იგივეა ჩვენი მოგება. ყველას მოგება ერთია. პატარებში მეორე და მესამე ადგილები გიორგი გამყრელიძემ და მურმან იაშვილმა გაინაწილეს. დიდებში კი პირველი ადგილის მფლობელი ანას ძმა ლევან იაშვილი გახდა. ვისაც მოვიგე, ისეთ იაშვილი არის. ბევრი ვარ იაშვილები ამ სპორტში. მეორე ადგილზე სანდრო იაშვილი გავიდა, მესამეზე კი გიორგი ობგაიძე. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებით, სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. რამდენიმე დღის წინ მცხეთაში ჯვრის მონაკვეთზე საქართველოს პირველობის მორიგი ეტაპი გაიმართა რალიში. ასპარეზობის მონაწილეები აღმართის ჩქაროსნულ დაძლევაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. პირველობისათვის ვიქტორ ბაგრამოვის, ვიქტორ თოდაძისა და ზაზა და დათო იაშვილების ეკიპაჟები ებრძოდნენ ერთმანეთს. დაძაბული და საინტერესო შეჯიბრის შემდეგ გამარჯვება ძმებმა იაშვილებმა მოიპოვეს. მათ ჯვრის საკმაოდ რთული მონაკვეთი უშეცდომოდ გაიარეს. საკმაოდ ძნელი მონაკვეთი იყო. დიდი დამსახურება ჩემი ძმის რო ესე უშასკომოდ და ამასაც გავიარე და დროზეც აღენიშნა ეს პირველი დრო ჰქონდა. ესე საკმაოდ ძლიერი ტრასა იყო და საკმაოდ სრული ტრასა იყო. თან კონკურენტი მყავდა ესეთი, რომელიც აი შესწომას არ მოპატიებდა. საქართველოს პირველობის გამარჯვებულები ავტოსპორტში შემთხვევით მოხდნენ. ისინი მანამდე სამთო-სათხილამურო სპორტით იყვნენ დაკავებულები და როგორც აღმოჩნდა, არც იქ ქონიათ ცუდი შედეგები. მე და ჩემი ორივე ძმა თავდაპირველად ვიყავით მოთხილამურეები, იმიტომ რომ მამა ჩემს უნდოდა ესე და მშობლებს უნდოდათ ესე. საკმაოდ კარგად გამოდიოდით, ვასპარეზობდით საქართველოს საბჭოთა კავშირის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე. ამის შემდეგ უკვე სულ შემთხვევით სხვათა შორის ვაზეთში წავიკითხე, რომ ტარდება მოყვარულთა რალი საქართველოში. მაშინ ის იყო ყაზბეგი თბილისი, თუ არ ვცდები, კი, ჩემი პირველი რალი. სადაც აი ესე მოტყუებით შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ სახში არ მეთქვია, სად მივდივარ და რატომ მივდივარ, თვითონ მივდივარ ალბათ გუდაორში. და მივიღებ პირველ რალიში მონაწილეობა. ამჯერად იაშვილებმა საქართველოს პირველობა მოიპოვეს. საომალოდ კი ევროპის ჩემპიონატზეც აპირებენ საპრიზო ადგილების მოპოვებას. თუმცა მოსამზადებელი ეტაპისთვის მათ ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
ყველაფერი ამას სჭირდება სერიოზული ფინანსური დახმარება და სერიოზული ფული. ვინაიდან ვერც ერთი ადამიანი თავისი ჯამაგირით ამას ვერ იზავს, ვერც ფედერაცია ვერ ერევა, თუმცა ძალიან ბევრს აკეთებს ავტოსპორტისთვის, მაგრამ ვერ მოერევა უბრალოდ, იმიტომ რომ თავისთავად ძვირი არის ტექნიკა, ძალიან ძვირია ნაწილები, ხშირი ცვლა ხდება ნაწილების, მატოსაბურავები, ევროპის ჩემპიონატზე ახლა თურქეთში სადღაც 30 წყვილი უნდა გქონდეს. თავმოყვარე ეკიპაჟი. კარგი ეკიპაჟებს 40 და 50 წყვილი აქვს. უკვე ტრადიციულად ქცეულ ევროპის ჩემპიონატს საქართველოს აგვისტოში უმასპინძლებს. ეს არის პირველი შემთხვევა პოსტსაბჭორო ქვეყნებში და ასევე ეს ქვეყნებში მარტო საქართველოს მოიპოვა ესეთი უფლება და აი ეს ტიტული დაიმსახურა, რომ ჩატარდეს პირველად აი ჩვენ რეგიონში FIA-ს ევროპის ჩემპიონატი საავტომობილო რალში. ეს საკმაოდ ესეთი პრეცედენტია რა. მე დავაღნიშნო ისე ხაზგასმით, რომ დღეს რუსეთი ბრძოლობს ამისთვის, ბელორუსია ბრძოლობს, უკრაინა ბრძოლობს. ყოველ შემთხვევაში ქართველები მაინც ვაჯობთ რა. თბილისში კუსტვაზე ამერკავკასიის თასის კიკბოქსინგის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს სპორტსმენები მიმდინარე საინტერესო შეჯიბრების გამარჯვებული რუსული წარმოების VAZ-21-რის პილოტი გოგა არჯევანიძე გახდა. მეორე ადგილი ჰონდას მარკით მოასპარეზე ვლადიმერ კუხიანიძემ დაიკავა. მეორე ეტაპს საერთო ჩათვლაში გამარჯვებული ეკიპაჟი უნდა გამოევლინა. საკვალიფიკაციო წრეში საუკეთესო დრო გოგა არჯევანიძე მაჩვენა და ნახევარფინალურ სტადიაზე ავტომატურად გავიდა. დაძაბული ასპარეზობის ამავე წრეში მონაწილეობის უფლება ჰონდას პილოტმა ვლადიმერ კუხიანიძემ, სუბარუს წარმომადგენელმა დავით იაშვილმა და VAZ-21-რის მრბოლელმა ზურაბ ბეჟაშვილმა მოიპოვეს. ნახევარფინალურ წყვილებში ავტოდრომზე შეკრებილმა მაყურებელმა ორი გამოდევნების ჯამში გამარჯვება ჰონდას პილოტ ვლადიმერ კუხიანიძეს მიულოცა. თუმცა მეორე წყვილში საბჭოური რუსული წარმოების მანქანათა პრესტიჟი გოგა არჯევანიძის VAZ-21-რამ დაიცვა. მით უფრო რომ პირველი გამოდევნების დროს დათო იაშვილის სუბარუს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ფინალური გარბენი ორი ახალგაზრდა სპორტსმენის ლამაზი დაპირისპირებით დასრულდა. საყოველთაო აღიარებით თეთრი ფერის რუსული ავტომობილის მრბოლელმა გოგა არჯევანიძემ საუკეთესოდ იასპარეზა და მიუხედავად მანქანათა მობილურობაში არსებული სხვაობისა ჩემპიონის ტიტული ღირსეულად მოიპოვა. ჩახტოვანებული ვარ, რა ჩემი პირველი გამარჯვებაა, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურ ჩათვლაში. ამასთან ერთად ორი წყვილთარბოლის ჯამში გამარჯვებულად ვიცვლები. სერიოზული რბოლა იყო, დაძაბული, მაგრამ გახარებული ვარ ამავე დროს, იმიტომ რომ ჩემმა უახლოესმა მეგობარმა და ძმაკაცმა და ჩემმა გუნდის წევრმა მოიგო გოგამ არჯევანიძემ და მაგხრივ გახარებული ვარ ძალიან. თანაწყენი ვარ, თან გახარებული. ბისმიერ შეჯიბს 15-17 აგვისტომდე განვიხილავთ როგორც ევროპის ჩემპიონატის სამზადის. სიახლე ის არის, რომ ჩვენ უკვე ორი დებიუტანტი ყავს ახალი, ესე იგი დაიწყო მოსვლა ახალი სახეების ავტოსპორტში. თანდათან პოპულარიზაცია თქვენის წყალობით უფრო და უფრო მატულობს, უფრო და უფრო თავის ადგილს იმკვიდრებს ქართული ავტოსპორტი. მომავალ შაბათს უკვე თბილისში. რიყეზე პილოტები ფიგურული სტილით ასპარეზობაში გაითამაშებენ ერთმანეთში უძლიერესის ტიტულის მფლობელის ვინაობას. დავით ხვადაგიანი, მამუკა ჯანაშია მეცხრე ადგილი. ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი ეტაპი კანადაში მონრეალის გრან-პრი შეურაცხყოფა მიაყენეს. ომარ გოგია მორკინალის ავტოსადგომის ერთ-ერთი მოწილეა. რაც შეეხება მორკინალთან აფეთქებულ მანქანას, ის ჯონი გიგას არ ეკუთვნის, ასეთი განცხადება გააკეთეს დღეს ლაშა მაისურაძის ადვოკატმა და მისმა ნათესავებმა. გარდა ამისა, ყურაშვილს და მაისურაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა იმ მოსამართლებს შეუფარდა,